მისმა საჭიდაო მსოფლიოში სახელი გაითქვა. ავტორს კი დაკარგული სიყვარული დაუბრუნა. რევაზ ლაღიძემ ნაწარმოები მომავალ მეუღლეს თინათინ შატბერაშვილს მიუძღვნა. რევაზ ლაღიძე სიმარტოვეს ვერ იტანდა. იგი ბედნიერი მხოლოდ ადამიანთა გარემოცვაში იყო. ამიტომ დილიდან უკვე წკრიალებდა ტელეფონის ზარი. ეკავდა ნაცნობი თუ უცნობი, სთხოვდნენ დახმარებას. მას კი უარის თქმა არ სჩვეოდა. მეგობრებთან ერთად ხშირად სანადიროდ და სათევზაოდ დადიოდა. მისი სიმღერების დიდი ნაწილი ბუნების წიაღში იქმნებოდა. ერთ წელს სოხუმის კომპოზიტორთა სახლში ისვენებდა. ნაავადმყოფარი იყო. ერთბაშად მოსწყდა მუსიკას. მარცხენა ხელი აღარ ემორჩილებოდა, მაგრამ მანქანას ჩვეული სიმარჯვით მაინც მართავდა. სულიერად არ ტყდებოდა. ჯიუტად სწამდა, რომ ბუნების შვილი ბუნებაშივე განიკურნებოდა. როცა მასთან ერთად დასასვენებლად კომპოზიტორი როდიონ შედრინი და მისი მეუღლე მაია პლისეცკაია ჩავიდნენ, დაიჟინა სტუმრებს სუფრა უნდა გაუმართოო და სათევზაოდ წავიდა. საჭეს თავად მართავდა, არავის დაანება. ერთ-ერთ წერილში მისი მეგობარი დრამატურგი გიორგი ხუხაშვილი წერდა: რეზო თითქოს სიჩუმეს უსმენდა. რაღაც ბავშვური სიხარულითა და ბუნებასთან იდუმალი კავშირით თითქოს მარადისობაში შედიოდა. 2 საათში კარგაძალი თევზი დავიჭირეთ. სველფოთლებში შევახვეთ და მანქანის საფარგულში სველტილოზე გავშალეთ. თითქოს უთვალავი ოქროვერცხლი მოგვეპოვებინოს. ისე ხარობდა. თითქოს სხვაგან არსად ყოფილიყოს ასეთი კამკამა დილა ხეობისა. არც ასეთი მდინარე, რომელმაც უხვი თევზი იცის და არც ასე მოჭარბებულად განეცადოს სიცოცხლე. მართავდა მანქანას და ისეთი იერი ჰქონდა, თითქოს ავადმყოფობა დაამარცხა. რევაზ ლაღიძე სრულიად განსხვავებული იყო მუსიკის ძიების პერიოდში. გუნება უფუჭდებოდა. დუმდა, ჩუმად ღიღინებდა მელოდიას. ამასთან არ უყვარდა გარებგამოკეტილ ოთახში მუშაობა. საკმარისი იყო მიზნისათვის მიეღწია ოჯახის წევრებს, მეზობლებს შემოიკრებდა და პომპეზურად ასრულებდა თავის ნაწარმოებს. მისი ნაწარმოებებიდან ყველაზე ცნობილი სიმღერა თბილისზე გახდა. თბილისოს მთელი ქვეყანა მღეროდა. მისი ჰანგები კი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აშხერდა. ერთ საღამოს გალაქტიონის ლექსი დაიძინე წაუკითხა მეუღლის. სადღაც სივრცეში იმზირებოდა. მის თვალებში ცრემლი კიაფობდა. მეორე დილით 1991 წლის 18 ოქტომბერს 60 წლის მუსიკის ჯადოქარი უკვე ცოცხალი აღარ იყო.